მოდით ახლა სტუმრად მოვიწიოთ ყველასათვის საყვარელი ქალბატონი ლელა წურწუმია. მოგესალმები ლელა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. სტუმრად მინდა მოგილოცო ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო გისურვო. ხო იცი ძალიან მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა. მეგბედნიერი ყოფილიყოს 2020 წელი ჩემი შენთან სტუმრად. ფაქტიურად შენ ხარ ჩვენი, ეხლა ჩემი გადაცემის მეკვლე. ძალიან დიდი 3 იანვარია. ხა ესეთის. გუშინ იყო ბედობა, მაგრამ არა უშავს. გუშინ არ მქონია გადაცემა და შესაბამისად მეკვლე არ ყოლია, შენ ხარ პირველი, ვინც შემოხვედი ახლა ამ სტუდიაში და ეს არის რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ქონოდეს ჩვენი გადაცემისთვის, შენი ფეხი იყოს ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებ და რაც აუცილებელი არის გადაცემისთვის და ტელევიზიისთვის მაღალ რეიტინგს გისურვებ. ხო, აი ესეთი რაღაცების რო ამბობ ხოლმე მიყვარს ძალიან შენგან განსაკუთრებით, იმიტომ რომ შენი ნათქვამი ჩემთვის ხო ის არის მნიშვნელოვანია. კარგად მოკალათით ჩვენს არაჩვეულებრივ სავარძელში ეს ავეჯის სახლმა ვერონა მოგვაწოდა, მიირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი და გეტყვი ახლა შენი მოწვევის ვერ მოასწარი გადმოსვლა სავარძელიდან გამაგრებელ სასმელზე დამჭა თავი. ხო, ჩვენი გადაცემაში მოწვევის მიზეზი არის ის, რომ რა თქმა უნდა ჩავამთავრეთ 2019 წელი. მართალია ამ ტელევიზიაში ნახევარი წელი ვიმუშავეთ, მაგრამ გამოვარჩიეთ ერთი რამ, რომ ამ პერიოდში შენი მოყოლილი ანეკდოტი ლელა იყო ყველაზე ყურებადი ანეკდოტი, რაც ვანო შოუში გაგვიკეთებია. მე ესე მგონია, ესეთი შემთხვევა არ ყოფილა. აი ეს იყო ზებრის და იმ ცხენის არაბული. მართლა მე არ მეგონა თუ მე რო არ მაქვს სოციალური ქსელი Facebook-ი, ამიტომ ვერ ვადევნებ თვალყურს. კი მეუბნებია, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ ეს არის 2.300.000 ნახვა. 2 მილიონი მარტო ჩვენს გვერდზე აქვს 2.300.000 ნახვა და ნუ ეს არის მართლა რეკორდი, იმიტომ რომ აი ამ 2 თვის განმავლობაში ამხელა რეიტინგი ესეთი ნახვები. თან მართლაც ისეთი ანეკდოტი იყო რა, აი მართლა რომ გავარდა ქალაქში და საქართველოში ყველა ამ ანეკდოტს ყვებოდა რა. ხო, კარგი ანეკდოტია და იცი ძალიან ალოგიკური დასასრული აქვს, ფინალი აქვს, აი ვერაზროს ვერ მოიფიქრებ რა შეიძლება რომ მქონდეს. კი, აი ეს იუვენტუსში რომ თამაშობდი ის აი არაფერს თან იცი ისე უთხრა რა, აი ყოველი შემთხვევისთვის მაგასო ყურადღებას ნუ მიაქცეო ესო. ხო. ეს იუვენტუსში გადავიწყებული ამბავი. უფრო მნიშვნელოვანი რამეები ხდება ცხოვრებაში. ხო და ეს იყო და თან რა არის, იცი, უკვე შენ რო ანეკდოტის მოყოლას იწყებ, ალბათ რეაქცია აქვს უკვე, ხო? სადაც აი ხდები ადამიანებში, უკვე იწყებენ თავისით სიცილს. მე რა მომწონს და რა მიყვარს იცი ანეკდოტში? ხო, ანეკდოტის მოყოლას ნიჭი უნდა, მაგრამ იქ უნდა ამყოფო ადამიანი, ვისაც ამას უყვები. იქ უნდა იყოს, ეს უნდა წარმოადგენინო. მე მაგალითად პერსონაჟებს ვხედავ. როგორები არიან, როგორი ნაკვთები აქვთ, როგორ გამოიყურებიან, როგორი ჩაცმულები არიან. ანუ აი ეს ყველაფერს რომ ხედავ და მე ამას ისე ესე დეტალებში გადმოვცემ, ისე ოღონდ ანეკდოტი არ უნდა იყოს დამღლელი. ხო, ანუ ბევრი წინადადება და რაღაცები არ უხდება ანეკდოტს. აი ესე კონკრეტული მესეჯები უნდა წავიდეს და შესაბამისად ამართლებს კიდევაც და თან მithumetes ახლა ეს ხო ძალიან სახალხო იუმორია და ეს ხო ჩვენი ხალხიდან მოდის, აი ძალიან ჭკვიანი და ძალიან საოცარი იუმორი. თან ყველა კუთხე ხო განსაკუთრებული არის თავისი იუმორით, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს აი იმერეთის და ნუ გორულების იუმორზე გიждები. ძალიან ნუ კახეთის თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ აი დასავლეთის ეს თან ეგ ანეკდოტი იწყება მაგრად ეს მეგობრები რო არიან ბავშვობის მეგობრები და ლაღი ბავშვობა ზებრა და არაბული ცხენი არა და ეს არაბული ცხენი აღმოჩნდა არაბული რო ზრდაში გაიგეს რო ფეხები გაეზარდა ძალიან ზრდაში გაიგეს რო არაბული ცხენია იმიტომ რომ ესეთი კარგი ფეხებიც დადგა და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა მინდა ერთი სიურპრიზის შესახებ უთხრა ჩვენს მაყურებელს, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გადაცემაში უკვე ვაფუძნებთ ტრადიციას, რომ ყოველი წლის დასაწყისში ან წლის დასასრულს
ჩვენ ვარჩევთ მთელი ამ წლის განმავლობაში ყველა სტუმარს და იქიდან მე ვარჩევთ ერთ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ ის არის ვანო შოუს წლის საუკეთესო სტუმარი. ხო, აი ესეთი რაღაცები გვაქვს მოფიქრებული, აი ეს ტრადიცია გვინდა დავნერგოთ და ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, კომპანია ზარაფხანა, ლელა ჩვენ დაგვიბზადა ძალიან საინტერესო ესეთი მონუმენტი დავარქვა თუ რაღაც ესეთი ოქროში, ლელა, მე ხო იცი ოქროები ძალიან მიყვარს, გაიგე და ამიტომ სპეციალურად ოქროში გავაკეთებინე ეს ყველაფერი და მინდა გითხრათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ წლის საუკეთესო სტუმარი გახდა ქალბატონი ლელა წურწუმია. რა კარგია. დედასი აქ არის სპეციალური წარწერა 2019. ისე გამიხარდა და ისე მესიამონა, რომ არ ვიცი. ეხლა ეს არის ჩემთვის საუკეთესო ჯილდო არის, რა თქმა უნდა, ვანო შოუსგან, რა თქმა უნდა. ბევრი მუსიკალური ჯილდო გაგაღებული, მაგრამ იუმორში ჯილდო არ ქონია. არა, იუმორში. და ეს არის ძალიან შთამბეჭდავი დედასფიცა, მართლა ის საოცარი სიამოვნების და სიამაყის გზნობით ავებსი, ვარ ავსებული. და ვირუსმა დამცალა, მაგრამ ამან ამავს. არის საოცრება, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ყურადღებისთვის და მადლობა ყველა იმ შენს მაყურებელს. ხო, ნუ რა თქმა უნდა. ვისი საშუალებითაც მე გადმომეცა აი ეს ულამაზ ზარაფხანას ძალიან დიდი მადლობა. კი, აი ხართ, მადლობა. ეცეროთ ცოტა დიდი თავია. სამაგიეროდ ოქროსია, მიხვდი? აი ეს არის ოქროს თავი. აი ეს არის ამ თავარი ხიბლი, ეს ჩემი ეს არის გამოსახულება. მადლობა, ვანო, უღმესი მადლობა ჩემო. ხო, და ნუ რა ვიცი, პირველი ხარ, ვინც ეს პრიზი აიღო, მომავალ წელს კიდევ ერთს დავაჯილდოვებთ, შევხედავთ როგორი წელი გვექნება. როგორ მოიქცეო? როგორი წელი გვექნება და ნუ შესაბამისად პირველი გადაცემა. იცი, ეგ სტიმულიც არის ალბათ ერთგვარი სტუმრებისთვის, რომ კარგად დათო ლიკლიკაძემ გამოთქვა უკვე სურვილი, რომ მომავალი წელიო ჩემიაო, უკვე მომწერა, იმიტომ რომ უკვე ჩავარდა იმაში. როგორ მუღამში რო იტყვიან. აჰა. კარგია. ეს мотиваცია არის ოთაშორის ადამიანს. მართლა мотиваცია არის ადამიანებისთვის. თან ვიცი რომ ვირუსი ქონდა, ეხლა ბევრ გადაცემაზე თქვი უარი. კი, უარი თქვი, ავადმყოფობის გამო კი ძალიან ცუდად ვიყავ. მე ძალიან გთხოვე, უბრალოდ სხვანაირად არ გამოდიოდა, არ ვუთხარი ლელას რომ ეს პრიზი ქონდა დაწესებული. კიდევ მანდ იყო ერთი ის რომ მამულიჩას შემოსვლა იყო ცოტა გაუგებარი, ხო? ხო, სხვათა შორის ამ მამულიჩას შემოსვლაზე ატყდა ძალიან დიდი მოთქმა, რომ ეს დადგმული იყო, მართალი იყო, მართლა იჩხობე, შენ ისეთი სახე ქონდა. კაცო, მე უნდა მქონდა ისეთი სახე, როგორიც ქონდა, იმიტომ რომ ეხლა იმიტომ რომ შეფასება უნდა იყოს ძალიან რეალური, ხო? ამ დროს რაც ხდება მოვლენის შესაბამისობაში, ხა. თუ ითამაშდა, თუ მიხვდა რომ თამაშებ, მაშინ აზრიც აღარ აქვს იმას. კი, იმიტომ რომ მამულიჩა შემოსვლა, ნუ მე ჯერ Facebook-ზე იყო დიდი ამბავი, რომ ანუ ვერ გაიგეს რა იყო, სად ვინ ჩხუბობდა, რატო ჩხუბობდით, მართლა სერიოზულად ესე მოხდა, თუ რატო ვერ დაამონტაჟეს, რატო ვერ მოჭრეს მაშინ მამულიჩა და ასე შემდეგ და ესო დავტოვეთ ესე დამალულად და ესე ამოუცნობად ძალიან მიხარია, მაგრამ მამულიჩა ხო არის აქ? აქ ხო არის სადღაც ეს ხო იქნება, აქ ხო იქნება ახლო. ანუ სადმე იქნება, რა ვიცი. იმიტომ რომ არ ამგონი აქ უნდა იყოს, სადღაც ახლო უნდა იყოს. სადაც მე ვარ, სადაც შეხარი. მამულიჩა უნდა იყოს. ანას ვით არის მამულიჩა იქ აუცილებლად. ხო და მამულიჩ მოდი, აბა ერთი წუთი შემოდი. მაგიდაზე არ ახლა. მაგიდაზე ავიდე თუ რა ვქნა ახლა გამაგებინე, გილოცავ ახალ წელს. გილოცავ. ბრავალს დაესწარით, ბრავალს. მადლობა. გამარჯობა. გილოცავთ. ხედავ. ხო და მამულიჩი, დიდი მადლობა. წელი იწყება სასწაულად. ხო და მოდი რა მაყურებელს უთხრათ, ეს დადგმული იყო თუ არ იყო დადგმული? პირველი ნაწილი რა თქმა უნდა არ იყო დადგმული, იმიტომ რომ თქვენთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ შემდეგ ეხლა რაღაც პატარა ნიუანსები იყო. ეგეთი რაღაცები არ იდგმება, ხო იცი? ჩემთვის სხვათა შორის ხო, თავიდან რაღაცა ნაწილი იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ მე ხო არ ვიცოდი თქვენ რაზე ისაუბრეთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად მე მერე სხვა რაღაცაზე ვისაუბრე და სხვანაირად წავიდა ყველაფერი.
მართლა? კი. 1.800.000 ნახვა აქვს, რო იცოდე მაინც რა. ჯენს მომავალ წელს მომავალ წლის უნდა დავეპატრონო. ესე იგი მამულიჩა შემოსვლას ქონდა 1.800.000 ნახვა. ლელას მაინც ვერ უგებთ, ანუ ვეწევით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვეწევით. რა თქმა უნდა. ჩემსაც. მან ჩაფახებულები ვარ. კი ბატონო. კიდე არის ერთი აგორებული შენზე ამბავი. ეს არის კოკიცვარაძის ამბავი, რომელიც გიშლი ხელს ხო? არა, არა. გიშლი ხელს. არა, გიზო. ეხლა რაღაცა მომაყოლე რა გიშლი. გადმოვიდა. აი, ფად გიშლი ხელს არ არის, მაგრამ ისა უცებ მომივიდა ეხლა. კი ბატონო. მოკლედ ერთ-ერთ ძალიან დიდ ქვეყანაში ვარ გასტროლებზე. ჩემი სოლო კონცერტია. ხო, შენი. ჩემი. იქ დამხვდა ერთი მომღერალი და მითხრეს რომ ეს ნაცნობი ქართველი, ნაცნობი ნაცნობი მომღერალი. მის ეროვნებასაც არ დავაკონკრეტებ. ხო და ისო რამოდენიმე აი სადღაც შუალეთშიო ან დასაწყისში იმღერებსო ერთ 3-4 სიმღერას. ხო. ნუ კარგი რაზე ვაპარაკე ხარ რა პრობლემა არის მასაც უნდა რომ მიესალმოს ჩვენს ხო. ქართულ დიასპორას ხო და სანამ შევედით საუნდჩეკზე გარეთ დგას და უჭირას ბავშვი თვეების ეს ბავშვი მე არ მყავდა ნანახი ხო მე ხელში უჭირას და ის რა ქვია ნუ გამარჯობა რაღაცა როგორ გავს მეთქი ეს ბავშვი შენ მეთქი ამასო რაღაცები და უცებ დახედა ესე ბავშვს ესე უჭირავს ლაპუსა это тётя тоже поёт ეს тоже поёт რო უთხრა არ მომეწონა მაგრამ ბავშვი ეჭირა ხელში რას ვიზამდი საგრემიო როში რო ავედი ხო ერთი 27 კაპა ეკიდა და მივხვდი რომ არაფერი 3-4 სიმღერა 27 სიმღერა უნდა გემღერა ხო 27 სიმღერა უნდა ემღერა მაგრამ მისი კაპა ეკიდა 27 და ბოლოს ხალხი კითხულობდა რომ ნამდვილად ჩამოვიდა თუ არაო და სათითაოდ ხალხს გამოდიოდი 27-ის მერე ბოლოში ხო ნუ დაახლოებით ეგრე გამოვიდა ხო ხო და ხელს ხო არ გიშლით ამბავია მამულიჩას მამულიჩ ესე იგი ჩვენ კოკიცვარაძეზე გქონდა ესე აგორებული ეს რომ მამულიჩებმა მოგხედონ არის თემა ეგეთი რა ანუ მამულიჩებმა და აი არველაძეებმაც კი ჩაწერეს რაღაცა ვისთან იცვამდა კოკიცვარაძესთან ხო ვიდეო კი შოთი შოთა არველაძე შოთი რა მაგრად გაცვია ვისთან იცავ კოკიცვარაძესთან კაი რა ჩემთან არა კოკიცვარაძე ანუ ხშირად გაქვს კონტაქტი შოთასთან და აჩისთან ხო კი და კაცი ყავი ჩასული უზბეკეთში თუ არ ვწდები კი კოკიმ გამაგზავნა რა ხო კოკიმ გამაგზავნა უზბეკეთში და რომ გაგვეტა იქიდან დავიწყეთ სხვათა შორის ხო ისტორიას არველაძეებზე გამახსენდა რა ხო იცი არველაძეებმა იმ ანეკდოტზე რა მითხრეს დილით მირეკავს საათში თუ შოთი არ მახსოვს ხო და ისო რა ქვია ეგ ანეკდოტი ჩვენზეა ვირი არის მამულიჩა და იცხება ჩვენ ჩვენი ვარ ჩვენი აი იყო და ძალიან მაგარია მამულიჩა მართლა რა შრომობს ძალიან ბევრ შრომობს დედაო რამდენი რამე გადადის ჩემ ხო და ეს მაბულინგები ხო არა არველაძეების მთელი ოჯახი საოცარი იუმორის გზნობა აქვს მთელ ოჯახს ხო ბევრი რამე არის რაც ესე ხა ხმამაღლა არ მოიყოლება ეხა არა ეს ამბავი უნდა მოუყვერა ძალიან მაწუხებს რა კი მიდი ეს ამბავი უნდა მოუყვერა უქნა ვითმენ ერთი რა 4-5 წელია მეტი რომელი ერთ ხო და იმედია რომ აპატიებენ და შენს დამიცავ რა სხვები ჯერ ყურში მაინც მითხარი ესე დავსვი მანდ რა უშუალოდ ვერა ესე იგი რაღაცა მაინც თავისებურად თუ არ მოირო რო არ გავჩერდე რა ხო მოკლედ მოკლედ არ გულა შენ უნდა დაიმსახურო კი ბატონო ცდილობ ხო ხედავ ნახე რა ლამაზი სავარძელია აგერ გადასარევად დავსვი მოკლედ მივედით ოჯახში ძალიან ცხელა რა და აჩი შოთი რეზი და თამარა დედამისი
ნუ ახლა ყველა იუმორშია რა სასწაულში უი, ხა რა არ მესწავლები. ნუ იქ თუ ჩავარდი და თუ აკენწლეს ბულინგი მიმიქარავს მართლა რა. ნუ აი შავდღეში ხარ რა. ოდა ვზივართ ეხა და ისე ცხელა რომ გავიხადეთ რა და ვზივართ და საჭმელს ჭამთ. და ესე მომჯდრების კამზე. ყველაფერი გაიხადეთ? ტრუსიკების გარდა. ხო. ხო და შემოდის სტარში უფროსი კიჭა. მამამის. ხო და შემოვიდა და ძალიან ეს მივიდა გამარჯობათ რაღაც შემხედა ვა როგორ ახარო და ესე ხო იცი წლები რო დაგინახა. ხო 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 და მოვიდა და ისე გადამკოსნა ხო იცი არც გადამკოსნა ხო იცი ლოყა ესე მომალ და გაიარა ცხელა განცხელა რა დავდეს დანაჩანგალი და მეთქი ეს რა იყო მეთქი ხო იცი უცბად ყველა რო დაინო შემოხედა რა მოხდა უშვილო მოტრიალა მამის მე ვთხარი ეს რა კოსნა იყო მეთქი ხო და ეს შემოხედა რა ვქნა უშვილო სხვანაირი კოსნა მე არ ვიცი და ორგას ვერ გაგაცდა იმეფო რა ჩემი იქ ატყდა ამბავი სიცილი ორგას არ ვიციო სხვანაირიო უღრმესი მადლობა მინდა ლელა ანეკდოტი ხო არაფერი გაქვს ვიცი რომ სულთლიანად დახარჯული ხარ ვიცი რომ ძალიან ძიმე დღეები ქონდა ვირუსი გაქვს ახლაც ვირუსი გაქვს ხო მაგრამ ხომ არ ხარ მაინც ხასიათზე 1-2 ანეკდოტი დაბრუნდე ჩემს ადგილზე არა იყოს რა მნიშვნელობა აქვს იცი ანეკდოტი ბევრია ხო მოსაყოლი ახლა ბოლო ორი ანეკდოტი რაც მოვისმინე და მე იცი რა შევაგროვებ მართლა ჩემი ტვინი ავტომატურად აგროვებს ამ ყველაფერს და მე რაღაცებს ვამატებ რა ეს კი ალამაზებ ხო გურული გარდაიცვალა და ახალი ყაბალახი ჩაატანეს მოდი შორა მოვიყოთ ეს ძალიან ნერვი რატო მოვიდგინე რომ გავა ეს ამბავი აქედა ვეღარაფერს ვეღარ ამოჭრია ისა მამული ვეღარაფერს არ ამოჭრი დამთავრებული ამბავია ეს უნდა შეეგუო კონკრეტ გურული გარდაიცვალა და ჩაატანეს ახალი ყაბალახი ხო და ერთი მეზობელი დადის და უკმაყოფილოა რაც უნდა ახლა ეს ახალი ყაბალახი ამას და გაივლის გამოივლის და უნდა მეორე ეძახეს რაც უნდა ახლა ეს ახალი ყაბალახი ამას გავა გამოაკეთა რაც უნდა ახლა ეს ახალი ყაბალახი უნდა ისა რაც უნდა ახლა ამ სიცხეში ეს ახალი ყაბალახი ამევიღოთ უთხა და რავა ზამთარში შენ წოუღებ თუ მაგარია რა ეხლა მე რომ მოვყვე ვერ გავაცილებ ხალხს მართლა არა მოქვს რა ნუ სხვა მიმართულების ნიჭი მაქვს მაგრამ ეს მიმართულება არ არის ჩემი არა ნუ არ ვერა ერთ სიტყვით მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ახალი ძალიან დიდი მადლობა აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გისურვოთ ძალიან გამახარებ ანუ მართლა დიდი მადლობა ყველას ხო ნუ ეს მართლა დამსახურებულად ლელამ აიღო ეს ჯილდო, ეს პრიზი ანუ შოუსგან სპეციალურად მთელი ეს ჩვენი გუნდი დავჯექით, ვიმსჯელეთ და ანუ ეს იყო ყველაზე ტოპ ამბავი, რომელიც ვანო შოუში გაჟღერებულა და შენ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ლელა. მადლობა. წარმატებები. ლელა წურწუმია, კახა მამულაშვილი, ჩვენი გაცემის სტუმრები. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩემო